საღამოშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია და დღეს ჩვენი გადაცემა ჩემს ძვირფას მეგობარს და დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის საყვარელ მსახიობს, თეატრის და კინოს მსახიობს, თამუნა ნიკოლაძეს ეძღვნება და აქვე სარგებლო შემთხვევით დღეს თამუნას დაბადების დღეა და მე მინდა მივულოცო მას. უსურო პირველ რიგში წარმატებები, ჯანმრთელობა, შესანიშნავ სამსახიობო ფორმაშია და მე მჯერა რომ ის კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და განსხვავებული როლით გაანებიერებს დიდ არმიას, რომლებსაც ის უყვართ და სამართლიანად აფასებენ. დღეს კი მე შევეცდები რომ თამუნას სხვა ჭრილში წარმოგიდგენო და ბევრი რამ ისეთი ვისაუბროთ მასზე, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ. მათ შორის მისი პედაგოგიური საქმიანობას და მცდელობა რეჟისურაში პირველი ნაბიჯების, ასე რომ დღევანდელი გადაცემა ეძღვნება თამუნა ნიკოლაძეს, რომელსაც კიდევ ერთხელ ულოცავ დაბადების დღეს. საღამოშვიდობისა და მადლობა კახა. შენ მადლობა რომ ჩემო მეგობარო და ჩემო, არ ვიცი, უკვე რამდენი წელია პარტნიორო. წინა საუკუნიდან პარტნიორო. მიხარია რომ მოიცალე ჩვენთვის. დღეს ბევრ რამეზე ვისაუბრებთ. ფაქტობრივად მთელი გადაცემა იქნება შენზე. პერსონალური გადაცემა. მიხარია. არა მხოლოდ დავუშვოთ შენზე როგორც მსახიობი და ჩვენ მაინც კიდევ ერთხელ ვიტყვით და დარწმუნებული ვარ არაერთხელ სხვადასხვა არხზე თუ სხვადასხვა ალბათ ჟურნალში გისაუბრია შენს პროფესიაზე, ანუ როგორ და როდის დაიწყო, მაგრამ კიდევ ბევრი სიახლეა შენს შემოქმედებით ცხოვრებაში, იმიტომ რომ რაღაც სხვადასხვა ეტაპებს გავდივართ ხოლმე მსახიობები და შენც აი უკვე გარდა მსახიობობისა, აქტიორი მსახიობი კვლავ ხარ შენ ჩვენს თეატრში და კვლავ გრძელდება ჩვენი პარტნიორობა, როგორც პედაგოგი მეტყველების და უკვე ბავშვებთან სამსახიობო ოსტატობისაც ამაშიც სცადებოდი და არამთუ სცადე, ესე იგი თუ რა და როგორ ამას შენ თვითონ მოყვები, მოდი ამით დავიწყოთ. შენ უკვე რამდენიმე წელია როგორც თქვი პარალელურად მსახიობობისა, აქტიური მსახიობობისა, სარეპერტუარო სპექტაკლებისა, როგორც პედაგოგიც დაიწყე, ესე იგი საქმიანობა. როდის დაიწყო, როგორ დაიწყო? იყო თუ არა ის თავიდანო შენი ინტერესი და მეტყველებაც არის და მსახიობობისაც და ხო დადგმაც ხوار დაიწყე. ხო, ესე იგი დავიწყებ უკვე რამოდენიმე წელია. აი ესე გავიღვიძე და მომინდა თქო არა, იმიტომ რომ მე საკმაოდ კარგად მიცნობ პედანტი, საკმაოდ არ ვიცი ხმამაღლა ვიტყვი საკუთარ თავზე მოწესრიგებული, მიყვარს საკმაოდზე მეტად. გეგმა, აი მიყვარს გეგმიური ცხოვრება. შეგაწყვეტინებ, იმიტომ რომ შენ აი მოწესრიგებულზე ვლაპარაკობთ. სპექტაკლი გვაქვს, სპექტაკლი იწყება 7 საათი ჩვენს თეატრში და ნუ მოვდივართ 6-ზე. თამუნა მოდის ყველაზე ადრე და მიდის მაშინ როცა თეატრში აღარავინ აღებდა. გარდა იმისა რომ დაისვენოს უნდა მიალოგოს ყველაფერი და აქტიკოს და ეს კი, ნუ მიყვარს. რა ვქნა, ეს არის ჩემი ხასიათი, ეხლა ვეღარ გადავეჩვევ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გოგო ვარ. ხო, მიყვარს წესრიგი, მიყვარს ყველაფერში. აი და გეგმა რეჟიმი. ეს იმედიოდა საათებითად რომ. ოი, მადლობა. თუ ვიღაცას გაახსენდება ჩემს თვისებებში ქალბატონის სესილია, მხოლოდ გამიხარდება. იცი რა უნდა კითხო? თუ იგივე რო გადავიტანოთ ეს საათები დროზე და ფიქრზე, თუ იმდენივე ვიფიქრე ამის ამზადის და ეს იგი კაი ხნით ადრე გიფიქრე. არა, საკმაოდ არ მიფიქრია ზუსტად ამაშია საქმე, მაგრამ იყო ნახე ასეთი მოთხოვნა იყო ხალხისგან და მოდიოდა ძალიან დიდი სურვილი, მშობლები, მეგობრები, ჩემი ნათესავებისგან თამუნა რაღაც იცი უკვე რაღაც ეტაპი არის, მე მგონი რომ შენ ეს ყველაფერი ახალგაზრდობას უნდა გაუზიარო. მე დღემდე არ ვამბობ რომ მე ვარ რა თქმა უნდა უკვე ამ საქმეში ან ხელმძღვანელი, ან რეჟისორი, ან პედაგოგი. მე ვამბობ დღემდე მე ბავშვებს მოზრდილებს, ახალგაზრდებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. და ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ეს გაზიარება და ეს სურვილი და ეს მოთხოვნა უკვე გავიდა შედეგზე. აბა რა შედეგს გულისხმობ? შედეგს გულისხმობ მაგალითად ეროვნულ სასახლეში. კი. მაქვს უკვე რამოდენიმე წელია ჩემი ხელმძღვანელობით მეტყველების კურსები დიდებისთვის, სადაც სწავლობენ 18 წლიდან თითქმის 55 წლამდე ადამიანები. კიდე ხერხულ ხალხს გავუსვათ, სულ არ არის საჭირო ეს იყოს მსახიობი, უნდა სახიობობა, კარი მეტყველების კულტურა უბრალოდ. ადამიანი, ინჟინერი, მეწარმე, პოლიტიკოსი, მსახიობი. ერთხელ პოლიტიკოსიც ყოფილა, მივესალმები, მოკითხვით. ერთხელ სხვათა შორის იყო მსახიობიც იყო. ისიც გამოცდილი გოგონა, მაგრამ მოვიდა, კიდევ ერთხელ გაუჩნდა სურვილი, გაიარა ეს პროცესი. ხო, აქ არ არის მხოლოდ ამ კურსზე და ამ სწავლების პროცესში, არ არის მარტო სწორი სუნთქვა, სწორი მახვილი ბგერის გამოსწორება. აქ არის პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება. გადმოცემა აზრის სწორად. და რა თქმა უნდა, გათავისუფლება, მეტი დამაჯერებლობა და
საკუთარ პროფესიებში ხომ ყველას გვაქვს რაღაც მოცემულობა და ამ მოცემულობაში გვიჭირს ხოლმე საკუთარი თავიდან დაწყებული ნებისმიერი თების პრეზენტაცია და ვსწავლობთ. თუმცა შენ ეს სახალხოები, რა თქმა უნდა, შენ როგორც მსახიობს ნასწავლი გაქვს როგორც ყველას ჩვენ მეტყველება და შემდგომ თეატრალური დამთავრების შემდგომ პრაქტიკაში ჩვენ ამას ისედაც ჩვენით ვაკეთებთ. გარდა იმისა, რომ სპექტაკლში არის კიდე რაღაც სახეები ხდებიან, რაც ვაპარაკობთ და ჩვენით ვარჯევთ. მაგრამ ცალკე სფეროა შეიძლება ვთქვა, ცალკე საქმიანობა რო ასწავლო, იმიტომ რომ ეს ცალკე ისწავლება კიდე როგორც პროფესია, მეტყველების კულტურა, არ ვიცი როგორ ქვია კათედრას, არ მახსოვს როგორ ქვია, რომ ანუ რო ასწავლო. შენ რამე კურსები, რამე ცოდნა, ამის ბაზა ქონდა თუ შენი გამოცდილებიდან გამომდინარე და შემდგომ, იმიტომ რომ იქ არის ავარდი შეგვიძლია სპეციფიკა, ანუ ჩვეულებრივი ცალკე მიმართულება. ანუ კახა ნახე, მანამდე არ შევედი და არ მივეცი თავისუფლება არც ბავშვთან, არც მოზარდთან და მით უმეტეს არც დიდთან, სანამ 1-2 წელი მე ვიყავი თეატრალურ უნივერსიტეტში, ბატონი თემურ ჩხეიძის ჯგუფთან და ბატონი გიორგი სიხარულიძის ჯგუფთან, ქალბატონ მაკო კობახიძის გვერდით მუშაობდი. 2 წელი ეს ჩემი სურვილით მოხდა. ანუ შენ ბაზა გაქვს, და პარალელურად მერე მოხდა ისე, რომ ბატონმა ივანე ხუციშვილმა მიმიწვია ილიას უნივერსიტეტში და იქ ვასწავლიდი უკვე 2 წელი. სამსახიობო რამდენი რამე არ მწოდნია მე. კი, ილიას უნივერსიტეტში 2-3 წელი ვიყავდი. დამსახურებული პედაგოგი ყოფილიყო. კარგი რა. ხო იცი საკუთარ თავზე სიხმამაღლა არ ვიცი, თან შენ არ გიყავს საუბარი, მაგრამ მართლა არ ვიცოდი ახლა. და ილიას უნივერსიტეტში 2-3 წელი ვიყავი, ანუ მყავდა სამსახიობო ჯგუფი 2 და მყავდა იქ ხوارი არჩევით. კი. გინდრას არჩევს და საკმაოდ, რა ვიცი, ბევრმა ამირჩია ხო და როგორი პედაგოგი ხარ? კაცრი ხარ, მომთხოვნი ხარ? ეს აი ყოველთვის საყვარელი თამა. იცი რა, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ნუ გაცენ. შენიცედაც შენ თვითონ ხარ ძალიან მოწესრიგებული, ძალიან პედანტი, ძალიან პუნქტუალური და წარმომიდგენია ალბათ ერთგვარად დისციპლინას საქცევ ყურადღებას. ძალიან. მე პირდაპირ ვამბობ, თუ გვინდა ვიყოთ კარგი მსახიობი იქნება ეს თუ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი და კარგი მოქალაქე, კარგი მოქალაქე, ვიწყებთ ოჯახიდან, ვიწყებთ დისციპლინით, ვიწყებთ პასუხისმგებლობით და დამოკიდებულებებით ყველაფერს. თუ დამოკიდებულება მე არ მაქვს სათანადო, მაშინ ნუ მოვკიდებ ამ საქმეს ხელს რა. ისე ზერელეთ არ ხო, არა, ზერელე და მოდი ხვალ გავაკეთებ არ შემიძლია. ეს კიდე ვამბობ არის ჩემი ხასიათი და მე ვეღარ შევიცვლებ. მე მგონი არაფერი შესასრული მაგაში არ არის ეს მიყვარს დისციპლინა და მოწესრიგებული ბავშვიც, მოზარდიც და დიდიც და გაცდენის და დაგვიანების გარეშე. რა ასაკიდან ხდება? აი ყველაზე პატარა რა ასაკის არის რა ასაკიდან შეიძლება მოსწოთ და ზღვარი არის თუ ნებისმიერ ასაკს შეუძლია. ანუ დღესდღეობით ვასწავლი ეროვნულ სასახლეში 18 წლიდან ზემოთ, ახლა სულ ბოლო კურსზე მყავდა 53 წლის მოსწავლე, სტუდენტი, მოყვარული, რაც გინდა უწოდეთ. მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი, იმიტომ რომ მან როგორც კი მიხვდა, რომ აქვს პრობლემა და მოვიდა ეს უკვე გამარჯვების და წარმატების 70%-ია. რომ წინ გადადგმული ნაბიჯია და გამოვა. ყველაფერი გამოვა, როცა ხვდები რა გჭირდება წარმატებისთვის. და აი თეატრალური სკოლა სტუდია, რომელიც არის რუსთაველის ეროვნულ თეატრში, თეატრი იქ უკვე წლებია ვასწავლი იქაც მეტყველებას? იქ მეტყველებას, ოღონდ უკვე პირველი წელია ჩამაბარეს მეტყველების და ოსტატობის ჯგუფი უკვე ერთად. აბა ამაზეც მოგიყვებით. ეს უკვე სიახლეა. შენს კი. საქმიანობაში. ესე იგი რა ხდება, იცი რა? ხო. ეხლა გავთამამდები და ვიტყვი. ცოტა ამბიციურად უკვე გამიჩნდა სურვილები, ღამე არ დამეძინა. რაღაცამ არ მოგასწრებია. რაღაცა მოხაზვები დავიწყე, ვდგამ, ბავშვი გადავიყვანე, გადმოვიყვანე, რაღაცა მუსიკამ ჩამარტყა თავში, კლასიკიდან დაწყებული თანამედროვე ჟანრი, ყველაფერი წამოვიდა. მე იქ რაღაცა გავთავხედდი მხატვრობა. ბავშვს ჩავაცვი მე თვითონ, ბავშვს მოუტანე ჩემი დისფეხსაცმელი, იმიტომ რომ ჩემი პატარა ქონდა მოსწაფეს. კი იცის, გამომატანა. სხვათა შორის ახლაც რამოდენიმე კაბა მომცა პრემიერაზე ბავშვებს უნდა ჩავაცვი. ოჯახს მიადექი. კი, მივადექი და ესე იგი, ანუ გაჩნდა იდეა, რომ მეტყველება, მარტო მეტყველება არა, გამეკეთებინა ჩანახატები. პირველი მცდელობა და მე ვფიქრობ, ჩემთვის ძალიან ისეთი საპასუხისმგებლო ამბავი იყო პირველი. ნიკა წულუკიძის იგავარაკები გავაკეთე, მეორე გავაკეთე ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელი, მერე უკვე გავთავხედი და გოგლა ლეონიძის ნატურის ხე.
ხო, თან ძალიან საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ ისეთი ფილმი ვიცით ნატრის ხედა. ისეთი მარიტა გვახსოვს. გენიოსები თამაშობდნენ და ისეთი მარიტა, ისეთი გედია, ისეთი შეთე, ისეთი ციციკორე მიდი და მოკიდე ხელი და ხა ჩანახატი უწოდე. მაგრამ არ ვიცი, რაღაც დარჩა. შენი ვერსია. ხო, ჩემი ვერსია, ჩემი გემოვნებით და ჩემი ხედვით. და ახლა გავაკეთე რამოდენიმე დღის წინ იყო ეს ღია ჩვენება ნოდარ დუმბაძის ჰელადოსი შუათანა ჯგუფში 13, 14, 15 წლის ასაკზე და ახლა უკვე სულ რამოდენიმე დღეში მექნება პრემიერა 17, 18, 19 წლის გოგონები და ბიჭები და ორი მოწვეული მსახიობი მყავს ედუარდო დე ფილიპო, ყუილი გრძელთა ოი, ასლობ შენ უკვე ძალიან წინწას უხარ. არ ვიცი კახა. ნუ ძალიან კარგია, მჯერა რომ ნახოთ. შენ ისეთი პროფესიონალი ხარ, მჯერა რომ შემთხვევით ხელს არაფერს მოკიდებ. ჩვენ დაუბრუნდებით შენს ამ საქმიანობას, მინდა კითხო. ამ სტუდიაშიც არიან მოყვარულები, იმიტომ რომ შენ 17, 18, 19 და მოწვეული მსახიობები აღნიშნე. არა, აქაც არიან აქ მოყვარულები აქ არიან, ანუ ნახე 17, 18 წელი არის ეს მე-11, მე-12 კლასი და ორი ბავშვი ну ბავშვი აღარ არის უკვე სრულწლოვანი ადამიანი მოზარდი დაამთავრეს მაგრამ მაინც დადიან ანუ ამას გულისხმობ კი ხო ანუ ეს არ ნიშნავს რომ ავტომატურად სამ სახიობო უნდა და თეატრალურში გადადიან არა დაამთავრეს უკვე სტუდია სკოლა დაამთავრეს და ხო არ ვიცი რა არ და უნდა მელეოდენ იმიტომ რომ ხო კაცრი ხარ კაცრი ხარ თუ მომქონე სხვადასხვა არა კაცრიც ვარ ჩემ პედაგოგიზმ კაცრი პედაგოგი ბუნების შედადიოდა მაგრამ უყვარს ყველას ერთხელაც ყოფილვართ მასთან მაგრამ რაი რატო ხდებოდით რომ ეს თუ სიმკაცრე იყო ჩვენთვის იყო და ხო არა ყველაფერი ხდება ბავშვისთვის იმიტომ რომ მართლა პედაგოგს არაფერი ყველაფერი უნდა რომ შენთვის გააკეთოს აი მაქსიმალური გამოგიყოს და ამოგივლინოს რაც ვიცი და არ ვიცი მინდა რომ მათში ჩავდო და გავაზიარო ეს კახა გეუნები აი ესე დაიბადა და იმდენად მომწიფდა როგორ გითხრა ამის გარეშე უკვე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია იცი რა მინდა კითხოთ ამ უნდა ის შენ როგორც დაიწყე რომ უცებ აი მივხვდი არ დამეძინა მიზანსცენა მოვიდა მუსიკა ჩავოცე დავახურე გადადი გადმოვიდა ნუ აეწყო ხო ესე კი ამაზე ხარ რასაც კითხავ, შეიძლება გიფიქრია, შეიძლება არ გიფიქრია, შეიძლება მიპასუხო, შეიძლება ასთავი არიდო. მაგრამ თუ ჩათვლი საჭიროდ მიპასუხე. აი როცა მე გამიგია ხოლმე ამ სმენია, რომ აი დავუშვათ სახიობები იწყებს რეჟისორობას. ორი შემთხვევა სმენია ხოლმე, რომ თავიდან რეჟისორობა უნდა და აქ მოხდა, ან მეორე შემთხვევა ხოლმე, რომ როცა რაღაცნაირად შეიძლება არც იყოს, მაგრამ დანაკლისი აქვს თამაშის. ხო. თითქოს იქ გადააქვს. შენ შემთხვევაში იყო ის რომ შეიძლება რაღაცა ისროლებენ იმდენი როლი არ გაქვს ახლა რამდენიც გინდა იყოს და რაღაცა ის შენი, იმიტომ რომ შენ კიდევ ერთხელ ვიძახე ძალიან პროფესიონალი მსახიობი ხარ და უზომოდ შეყვარებული შენ საქმეზე. და შეიძლება ის რომ დაუშვათ აი რო არ ყოფილიყავით თუნდაც ერთი დღე რეპეტიციის ან სპექტაკლის გარეშე გადაგაქვს ამაში და დაიწყე დადგმა. შეიძლება ეს მომენტი იყო? თუნდაც რაღაც მეორე პლანზე. ასე ხდება ხოლმე, ვიცი გამიგია, რაღაც დანაკლისებს ყოველთვის სადღაც ვივსებთ და ყოველთვის გვინდა რომ ვიყოთ მშვიდად. და კარგად, მაგრამ იცი რა ვერ ვიტყვი, ვერ დავიწუწუნებ ნამდვილად, რომ რაღაცა არ ვითამაში, ან ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ რაღაც თან იცი რა, ცოტა ხმამაღლა ვიტყვი, გათამამებულ მსახიობათაც შემიძლია თქვა, რომ ვარ, იმიტომ რომ ნებისმიერ ჟანრში მომეცა, თუნდაც თავისუფალ თეატრში მეტამაშა. ნებისმიერ ჟანრში მწინვალეც ასრულე. აი მე კარგი კახა რა, ეხლა რაღაც ჩემი გაწითლების არა, მართლა ასეა, ვინც ყოფილა, ესე იგი, მოვა ადამიანი ნახავს სიტყვაზე, ან ნახავდა იდიოტოკრატიასთან, ღმერთო დაგვიფარესან სხვას და ნუ მუცლის კილომეტრით წავიდო და მე მოვა კავკასიურზე, მოვიდო და დოჯინებზე ან რომელზე ერთზე და ნუ საოცარ დრამატული ვინც დავშოთ შუა ქალაქიდან ანუ ეს შენ ეს ნამდვილად ვიტყვი რომ დიდი ფუფუნება იმიტომ რომ შეიძლება ერჯანში მსახიობი იყოს წინვალე დავუშვათ წინვალე კომიკოსი მაგრამ დრამატულ ჟანრში ვერ ამ პირიქით ჩვენ დიდი მსახიობები ვიცით რომლებიც დარჩენ დიდ სახელებად ოქროს სახელები შევიდნენ თეატრის ისტორიაში მაგრამ ერჯანში შეიძლება და როცა გაქვს საშუალება რომ ყველა ჟანრში იყო მე რეჟისორს უადვილდებოდა კი თან მართლა ფუფუნება ბევრ რეჟისორთან მომიწია მუშაობა თავისუფალ თეატრში სხვა თეატრებშიც და არ ვიცი მართლა ეს იღბალია ეს ერთგვარი რაღაც ღმერთის და ღვთის ძალიან დიდი საჩუქარია იმიტომ რომ მე მწამს ჩემს ცხოვრებაში რაც ხდება ყველაფერი რაც არ ხდება და რაც ხდება ყველაფერი არის ღმერთი ცხადია ანუ ჩემ კითხვაზე პასუხი ის რომ შეიძლება რაღაც დანაკლისი იუსეპეს არ არის არა მაგრამ ვიტყვი და ძალიან დიდი სურვილი მაქვს როგორც სახიობს
რომ კიდევ და კიდევ რაღაც კარგი, იმიტომ რომ ხო რა, რაღაცები მაწუხებს. რაღაცები ჯერ კიდევ ფრთის. ჯერ წინ გაქვს, რა თქმა უნდა. როცა გამ უყურებ. ახლა ყველაფერი წინასწარ მოფიქრებულია. არ არსებობს და კიდე რა იცი რა აღმოვაჩინე. არ არსებობს დროზე მეტი თითქოს 3-ზე რეპეტიცია, 5-ზე გაგიშვებთ. არ გადააშვებ. არა, 5-ზე. ანუ შენ უკვე იცი 3 და 5 რა უნდა გააკეთო. მე ყოველთვის მივდივარ მომზადებული. მომზადების გარეშე ბავშვს არა. ბავშვი დაიღლება. 18 წლის გოგო და ბიჭი იქ თუ იმ წუთში კონკრეტულად არ მიეცი მოცემულობა, კარგი რა ეგრევე ტელეფონს მოხდეს, ეგრევე გავალ რა ერთი წუთით რა. ხო დაინტერესებს. არა, ბავშვს უნდა დახვდე. მე და შენ ერთად გვითამაშია ჩვენი მეგობარი მსახიობის სპექტაკლში და სულხურობდით იმაზე რომ ის თავისთავად წინდოდი მსახიობი, აი სუსტენაზე იყო რა ეჩვენებინა ჩვენთვის. ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი. ხო, გუშინდელზე თიკოზე ვლაპარაკობთ. რატომ იმდენ თიკოზე წინდოდი მსახიობი და იმ მომენტში ნახე მეც დავფიქრდი ამაზე რომ მეც ერთხელ დამევალა, ანუ არ დამინდა სპექტაკლი. შენ არაერთხელ დაგევალა. ხო და ანუ შემეყვანა და მივხვდი რომ ანუ ორი წუთი არ ვბოდი, იმიტომ რომ აი მე ვაჩვენებდი როგორ უნდა და. ეხლა რატო გეკითხები ამას? შენ როგორც მოქმედი მსახიობი, როცა გამ ქონია შემთხვევა რომ ეხლა მე მათამაშე. ეხლა ესე ვითამაშე. აუ, ახლა არ ვიცი. მართლა გეუბნები, რასაც ვაკეთებ არის იმისთვის, იმიტომ რომ მე და არც ისე რომ შენნაირად ითამაშე. არა, და ვცდილობ რომ ის მივიყვანო იქამდე, ის მოცემულობაში, ის შეუქმნა, ის ატმოსფერო, ის განწყობა, ის ვერსია, რაც მას მოუხდება. გასაგებია, თამუნა. და მე სულ ვცდილობ რომ არავიდე სცენაზე. ხო, ნუ შეიძლება მე დაგემსგავსო შენ. ხო, იმიტომ რომ არ მინდა იყვნენ პატარა თამუნა ნიკოლაძეები. არა, ის როგორ შეძლებს. ის რამდენად მოახერხებს თავისი რესურსიდან გამოვიდეს და გააკეთოს. არაერთი სტუდია ვიცი დღეს, მათ შორის ჩემი შვილიც ზადეს ერთ-ერთ სტუდიაში და როგორც აღნიშნე წეგან მე შეიძლება სულ არ ნიშნავდეს იმას რომ დადიხარ რომელიმე თეატრალურ სტუდიაში რომ აუცილებლად აპრიორი მსახიობი გინდოს და აი რა უნარჩვევების გამოვლენაში რა მიმართულები შეიძლება გახსნას შენ აღნიშნე რომ იგივე მეტყველების ნაწილი რო აღნიშნე ხო სასახლეში სიარულზე არ არის უბრალოდ სწორი მეტყველება შეიძლება გათავისუფლო პრეზენტაცია იყოს სტუდიაში სიარული გარდა იმისა რომ დაუშვათ ყოლობა შეიძლება სცენაზე დგომონ და თამაშობ სპექტაკლია სასიამოვნო პროცესია რაღაც ხაფრული გარემოა რაში ეხმარება კიდე ბავშვ მოზარდს იმიტომ რომ ეს ჩამოყალიბებული თუ შეცნობის გარდატეხის პერიოდს რო ეძახის პერიოდი ხო ძალიან მნიშვნელოვანია და ყალიბდება პერიოდია თან აი მით უმეტეს 15 16 17 ეს არის ისეთი საჭიდაო და ისეთი აი ფრთხილი ბეწვის ხიდზე კონტროლი ზედმეტი არ მოგივიდეს არც უთხრა არც დააკლო იცი რა მშობელიც ხარ დათესავიც ხარ მეგობარიც ხარ ყველაფერი ხარ მათთვის ნუ პირველ რიგში რასაც ვიტყვი ძალიან თამამა და ხმამაღლა ნებისმიერი სტუდია სადაც არ უნდა იაროს ბავშვმა ყალიბდები მოქალაქე პასუხისმგებლობა დამოკიდებულება სწავლობ რეჟიმს საკუთარი თავის კონტროლს მეგობრობას პარტნიორობა იმიტომ რომ სცენაზე მარტო მე ვიყო კარგი არა კახა მე და შენ უნდა ვიყოთ კარგი შენს თუ კარგი არ ხარ მე რაც არ უნდა ხარ არა მე არ მესმის მე კარგი ვარ აუწავედი დავიხუროთ ანუ სწავლობთ მეგობრობას გატანა გუნდურობა და რაც ყველაზე მთავარია და რაც აუცილებელია საკუთარი თავის შეცნობა ხდება ასეთ ადგილას ყველაზე კარგად. რა მინდა და რა არ მინდა, აქ ვიგებთ. ყოფილა შემთხვევა რომ მოუყვანი ჩოვლის ბავშვები, რომ აი რაღაცით პატარა ასაკშია, რაღაც ჩაკეტილია, კომპლექსიანია, ვერ იხსნება და მე ვიცი რომ ბევრს მაგალითად ჩემნაც თუ თქვამს რომ აი არის ხო ყველა ბავშვი ზოგი მორიდებულია და მინდა გაიხდა სადმე სტუდიაში სადმირჩევ. ყოფილა და თუ ყოფილა შედეგი. ზუსტად რამოდენიმე დღის წინ აი არ ვიცი ხლა იმ ბიჭს ვერც ახალს ვერ ვიტყვი, ვერც გვარს რა თქმა უნდა, ვერც იმ პრობლემებს რაც ხონდა და ვინც როგორი ცხოვრება ქონდა. მაგრამ ბავშვი რომელიც დღესდღეობის მოდის და მეუბნება რომ ქალბატონო თამუნა დედამ როცა მირჩია რომ მოსულიყავი შევეწინააღმდეგე ვიჩხუბე რა სტუდია კარგი რა მოიცა რა მადლობა და ძალიან მიყვარხართ და არიბარებ და მაინც მოდის დამატებით რეპეტიციაზე ხო ეს ძალიან დიდი ბედნიერება ეს ცვლილება ეს რევოლუცია ადამიანური მე კიდევ ერთხელ გითხარი ეს გამოცდილება არ მქონია შენ დასაწყისში აღნიშნე შედეგებს ხედავო აი პროცესი შენი სიამოვნების სად არის აი როცა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში მეტყველების კულტურას ასწავლი თუ სპექტაკლს გამ თუ ოსტატობას სად არის მე შენი სიამოვნების პროცესი როცა ხედავ ნაყოფს
აი შენ ამ შემთხვევაში თამუნა პედაგოგი სად ნახულობ ამ სიამოვნებას? პროცესი ძალიან დიდი სიამოვნებაა. უკვე სიამოვნებაა. და სიამოვნება ის უფრო მეტად არის, აი ხლა ზაფხული მოდის და ალბათ იქნება ზარები და მიმოწერა. როდის ვიწყებთ? ხო, არა ბედნიერია. აი ნახე, ივლისი-აგვისტო ვისვენებთ, ხო თან ჩვენ პროფესიაში ორთვიანი დასვენება გვიწევს ხოლმე. როცა მწერე, როცა ვარ ქვიშხეთში ან სადმე ზღვაზე, თამუნა მას, ქალბატონო თამუნა, როდის ვიწყებთ? ესე იგი შენ რაღაცა ამ ბავში, ამ ადამიანში რაღაც შეცვალე, მოანატრე, დააფიქრე. ეს პროცესი კიდე და კიდე გრძელდება მასში და არ მთავრდება. შეიძლება პედაგოგში დამთავრდეს, იმიტომ რომ მოხაზე ჩანახატი გააკეთე, დაუდგი. ეს თვითონ სტუდიის ვალდებულებაც არის, რომ მათთან იმუშაო და დადგა. მე რა თქმა უნდა, ახლა არ მაქვს ამბიცია თეატრში დავდგა, იმიტომ რომ არა, ეს რა ვიცით, ნახოთ, რამდენიმე წელს ჩავწეროთ კიდე გადაცემა და კითხავ. ხო, რა ვიცი, ხო, მეტყველებაში მაქვს სურვილი, სხვათა შორის თეატრში გავაკეთო მეტყველების ჩანახატი. ხო და ძალიან კარგია. სურვილი მაქვს. ძალიან კარგია. არა, სპექტაკლს ვერ ვიტყვი, ჯერ დაიწყე მეტყველების ჩანახატით. უნდა გაიარო რეჟისურა და მთელი მაგისტრატურა. მეტყველების ჩანახატით დაიწყე. მინდა, ეს მინდა. ჩვენ ცოტა ხანი შევისვენოთ, რამდენიმე წუთში დაბრუნდებით უხმოს რადიოს მსმენელებო და მეორე ნაწილშიც თამუნა ნიკოლაძე გვეყოლება. ჩვენი გადაცემა გრძელდება მსახიობი თამუნა ნიკოლაძე ყოსტუმრად, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით არის უკვე წარმოდგენილი და ბევრი რამ საინტერესო დღეს დარწმუნებულია შენზე, შენმა დიდმა აუდიტორიამ შენი თაყვანისმცემლების გაიგეს, როგორც პედაგოგის. თამუნა, ვიცი რამე მეკითხო, მოდი შენ როგორ დაიწყე თავიდან, ვინცაც არ ახსოვსთან არის ცისმოყევი. შენ გაიზარდე ფაქტობრივად მარჯანიშვილის თეატრში. ანუ შენი ცნობიერი გახსოვს თეატრი, მსახიობები და დიდწილად ამან განაპირობა, რომ შენ ეს პროფესია ერჩიე? კი, რა თქმა უნდა. იცი რა, ბევრჯერ მithქვამს, კიდე ერთხელ გავიმეორებ, 3 წლის არ აკახა, ნახე, ამ პერიოდში ყოველთვის მნიშვნელობა აქვს, 2 წლის და 8 თვის. ხო. 23 სკოლის ეზოში იყო 113 ბაღი. და ბაღში ვიყავი, ბებიამ მომაკითხა და წამომიყვანა. არ ვიცი ახლა სად მიდის 3 წლის ბავშვი, სადღაც მიყვება ბებიას და შევედით თეატრში. თან კარგი მახსოვება მაქვს. ის მახსოვს თეატრი შესასვლელი და აბა პატარა გოგონა ადის სცენაზე, ქალბატონი მედია კუჭუხიძე. დგამდა იაპონური პიესა გოძაემონ ჩიკამაცუ შეყვარებულთათვის გველობა ციურბადეთა კუნძულზე. ერთადერთი თოჯინას არ გაურშვი ხელი ავედი. იქ დამხვდა კიდე ოდნავ დიდი გოგონა დეიკო ჩხეიძე, ბატონი თემურ ჩხეიძის ქალიშვილი და რაღაცა დაგვავალეს გადადი გადმოდი. ნუ ახლა რას დამავალებდა, რაღაც ამოცანა და აბა ახლა მონოლოგი ვინ მომცემდა. გადადი გადმოდი და ჩაეხუტე, ეს მამა იქნება შენი, ეს შენი დედიკო. ჩავეხუტე, გადმოვედი, არ ვიტირე და მტკიცებულია ბავშვი როლზე. აქედან დაიწყო. მერე დაიწყო ლურჯი ურჩხული, საქართველოს კანსკელი დედოფალი, მერე ნაცარქექია, მერე ურიელა კოსტაში შემიყვანა. ბავშვობა გაატარე მარჯანიშვილის თეატრში. ბავშვობა იყო, ნუ სკოლაში პატიობდნენ გაცდენებს, იმიტომ რომ სულ თეატრში ვიყავი და ვაცდენდი და მაგროს ის გასტროლები და ასე. დიდი მსახიობები კიდე იყვნენ, ყველა გახსოვს? ყველა მახსოვს. როგორ აი ბავშვი, ახალგაზრდა, პატარა ბავშვი, დიდი კორიფეები, როგორი ურთიერთობები იყო და აი ყველა ერთად ემიგრებოდა, რა თქმა უნდა. ნუ ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძის კალთაში რომ ვიხარ. კი. და ერთ სპექტაკლში სხვათა შორის ერთმა მსახიობმა გააცდინა რამოდენიმე რეპეტიცია ავადმყოფობის გამო და მითხრეს რომ ახლა თამუნა გაივლისო. და ქალბატონი ვერიკო თამაშობს, ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი, სპექტაკლი გვირილა და ხო, არ მინდა გამომჩეს ანა კარენინაში შვილი ვიყავი და მოკლედ არ ვიცი, ხო. შენ იმ ხელაგზე გაგავლილი. და ნუ ძალიან კარგად მახსოვს, აი თვალები მამა ჩემს თამაშობდა, მე და ჯაბაკილაძე ვთამაშობდით სხვა შორის. ჯაბასიაჩი გაიზარდა? კი. და ოთარ მეღუნეთუხუცესის თვალები მახსოვს, აი იწილო, ბიწილო, შოშანო გრიტინ. აი მე ეს იქნება მთელი ცხოვრების კადრი ჩემთვის. შეგიძლია აი რა თქმა უნდა მაგ პერიოდის რასაც შენ ახლა ყვები, როგორ შეიძლება რომელიმე სარჯობდეს, რომელიმე სულად გასახსენებელი იყოს, ეს ბრწყინვალე მსახიობები, დიდი ადამიანები, კორიფეები, მაგრამ აი რაღაცის გამო შეიძლება შენთვის განსაკუთრებით დაგამახსოვრდა რომელიმე სპექტაკლი ან რომელიმე როლი ან რომელიმე პარტნიორთან მსახიობი. რაღაცა შეიძლება იყოს, რომელიც შენს გამო უბრალოდ ემოციურად თუ კონკრეტული ფაქტების გამო მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს. ემოციურად და
განსაკუთრებით მახსოვს თემურ ჩხეიძის ჯაყოს ხიზნები, სადაც ვიპარებოდი სცენაზე, სანამ დაიწყებოდა სპექტაკლი და საქანელა, რომელზეც მარგოს ქალბატონანი ჩიქუნიძეს ჰქონდა სცენა. ქანაობდი ჩუმად. ხა პატარა ბავშვ როგორ გინდა ჯაყოში მარგო ითამაშო, რანაირად, მაგრამ ქვეცნობიერში მოგწონდა. იყო რა ეს მომწონდა რა ეს ქალბატონი. ეს იყო ჯაყოს ხიზნები, ეს იყო ბატონი თემურ ჩხეიძის მარადი ქმარი, სადაც ბატონ ნოდარ მგალობრიშვილზე მქონდა სრული სიგიჟე და მარადი ნიშაგომიაშვილი და სხვათა შორის აი ლიზინკაზე ვეჭვიანობდი, ლიზინკა მინდოდა ყოფილიყავი, ხო, მქონდა ეს. ხო. სულ თამაშობდი მე, ნუ სახში. შენთვის ზეპირად ვიცოდი როლი გაკეთებული ქონდა? ხო, ნეტა ეთქვა ჩედიო. მზად იყავი. მზად ქონდა. კი, ყველაფერი. ეგეთი მომენტები ქონია, ეხლა რა ვთქვი, რაღაც გინახავდი ეს როლი გინდა და შენი ვერსია გააკეთე. მაგალითად მქონია აი ეს მერი უორენის სეილემის პროცესში, ესეც ბატონი თემურ ჩხეიძის სპექტაკლი, მერი უორენის თოჯინის სცენა, როცა შემოდის პროქტორთან, ნუ ეს სცენა სიგიჟემდე მომწონდა და სულ რაღაცას ვაკეთებდი. არის ისეთი როლი, რომელიც ძალიან გინდა და ჯერ არ გითამაშია. მინდოდა, იმიტომ რომ ეხლა უკვე დიდი ვარ და ჯულიეტა გინდა? არა, ჯულიეტა არ მინდოდა, ანტიგონე მინდოდა. ანტიგონე. გინდოდა. მინდოდა კი. არ ვიცი რამდენად იყო ჩემი როლი, მაგრამ ანტიგონე, აი სადღაც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მინდოდა. და ახლა არის რამე ისეთი, რაც უკვე შენს რა ვიცი. ნუ მეტყვი, თუ არის ისე, კი ან არა მითხარი. ვიცი რა, არ არის, მაგრამ რაღაცა მაგრამ უარს არ იყო. ხო, მინდა, აი ფსიქოლოგიური დრამა კიდე მინდა, იმიტომ რომ რაც თოჯინების სახლი აღარ არის და ხო, რაღაცა მინდა. ხო, იმიტომ რომ ნორა იყო 8 წელი, მაგრამ მე რას ვეთანხმები? რაღაცებს უნდა დავემშვიდობ. კი, რამდენადაც კინოლი არ უნდა იყოს. მე სულ ვამბობ, ახლაც არის რაღაც სპექტაკლები, რასაც უნდა ვუთხრათ მშვიდობით. სანამ ჯერ კიდევ დავტოვოთ ტკბილმოგონები. გეთანხმები, აბსოლუტურად გეთანხმები და იცი ჩემი აზრით შენს ამბავს. დამშვიდობება როლებთან. 2 წელი, 3 წელი ვითამაშეთ, მოდი ვთქვათ, ნახვამდის და ახალი დავიწყოთ. რა მოხდა? არ არის ტრაგედია. არ არის ტრაგედია, მაყურებელს უჭირს ხოლმე შეიძლება და ჩვენც, მაგრამ მე გეთანხმები, რომ სანამ ჯერ კიდე იმ ეტაპზეა სპექტაკლის როლის ხარისხის რომ აი დარჩეს ოხრა მაგარი იყო ჯობია ამ დროს კარგ დროს ეს საერთოდ ზუსტ დროს რაღაცების დასრულება ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა და უჭირს ხოლმე ხალხს. ხო, აი სერიალიც როცა დასრულდა, გინდათ რამოდენიმე სპექტაკლი თეატრში ვალსი ძილის წინ ძალიან მიყვარდა. ფანტასტიკური სპექტაკლი იყო კიდე რამოდენიმე ესეთი ძალიან კარგი სპექტაკლები, მაგრამ ეს თეატრი იქნება თუ სერიალი, რა თქმა ყველაფერს აქვს დასასრული. არ შეიძლება დიდხანს აკეთო ერთი და იგივე ახალი რომ გაიზარდო. შენ თქვი რომ გვაქვს ამის საშუალება, ამერტი ამბოძებული ნიჭით რომ დრამატულში, ფსიქოლოგიურში, კომედიურშიც იყო შვენივრად. ეს სახიობს ეხმარება თუნდაც დაში რომ დაუშვათ. ხო, იმიტომ რომ სხვა ამაში ცდიბეც, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე, ხო რომ ნუ რა ერთი მიმართულებით კარგი ამსახიობი და რეჟისორებიც ნუ აძლევენ და აძლევენ. როცა შენ შეგიძლია რომ აქაც ინჯო, იქაც ინჯო რაღაცა ის ფერები, პალიტრა, მსახიობის. და მხოლოდ ერთ ჟანრში მუშაობა, მე ვფიქრობ, რომ მართლაც ამოწურვადია. ყველაფერი ამოწურვადია, კახა და მით უმეტეს ახლა სულ ითამაშო დრამა ან კომედია. კარგია და რეჟისორებისთვის იქნება რეკომენდაცია, რომ ერთ მსახიობს სხვადასხვა საშუალებები მიეცით რაღაცა, ხო, ცადოთ. ჩვენ ცადოთ. გამობა მსახიობი ვით ხოთა შორის, რომელსაც აი ესე უყურებდნენ. ამაში კვადრ დაწყებული. ხო, ქოსიკო არ ითამაშა და ხო, რაღაც ისეთი ქოსიკომ და მე, თორე მანამდე მარტო ჭრიჭინა იყო გეგონაც. ხო, და ისე როგორც რიჩარდი. მე ვიცი, გადმოცემით, როცა მისცეს მას რიჩარდი, ყველამ თქვა, რა ამაზე და რიჩარდი და რამე და რიჩარდი კი არა, ისე ითამაშა, რომ ინგლისში წერდნენ, ესე უნდა ითამაშო. თამნა დასასრულს ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს სტუდიაზე საქმიანობას. გარდა დაუშვათ შენ თქვი მეტყველებო და ოსტატობა. სხვა მიმართულებით ისწავლება ალბათ და თუ ესაუბრები თეატრზე. თეატრზე ვესაუბრები, თეატრში დადიან ხოლმე და ხედავ. და რა თქმა უნდა დავალებებს ვაძლევ, რომ ხალხო, თუ გვინდა გავხდეთ მსახიობი. და ნახო ყველაფერი. ყველაფერი უნდა ვნახოთ, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ყველაფერი უნდა წავიკითხოთ და გარდა ამისა, ერთ პატარა რეკომენდაციას ვაძლევ ყველა აბიტურიენტს და ყველა დამწყებ მსახიობს. ამ პროფესიის გარეშე თუ შეგიძლიათ ცხოვრება
მაშინ არ არის ნუ აირჩევთ ამ პროფესიას. ეს პროფესია არის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ამის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. თუ შეგვიძლია, მოდით ვიყოთ სხვა პროფესიაში, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით. ამ პროფესიით ვერც სახლს ვერ იყიდით, ვერც აგარაკს, ვერც ვერაფერს. შეიძლება მახანდახან ტაქსიც ვერია. კი, ნამდვილად და თუ რაღაცა უფრო სარფიანი პროფესიები გინდათ, ჯობია აირჩიოთ. სარფიანად აგემშვიდობები ახლა და სოლიდურ და მსუყე მადლობას გადაგიხდი ესეთი ამოწურების საუბრისთვის და იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ ხოლმე ჩემი გადაცემის ფორმატით რომ პერსონალურების სახეობები იქნებოდა კონკრეტული თემა რაღაც ოდნავ მეტი და ოდნავ სიახლე გაიგოს მენელმა. დარწმუნებული ვარ დღეს შენზე შენი როგორც სახეობის და უკვე როგორც პედაგოგის გარკვეული ახალი დეტალები გახდა ცნობილი და გისურვებ წარმატებებს ამ ყველა მიმართულებაში. მადლობა შენ რომ ამის საშუალება მომეცი რომ ეს ყველაფერი გაეგო ჩემს მაყურებელს. მადლობა შენ, თამნა ნიკოლაძე იყო ჩვენი სტუმარი, მე დროებით გემშვიდობებით, შევხვდებით ცხადია მომავალ სამშაბათს. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა.